ქართული ოცნების თავმჯდომარე მირაკლი კობახიძემ საზოგადოებას 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები დღეს წარუდგინა. უკვე ოფიციალურად ცნობილია ვინ და ვინ იქნება ქართული ოცნების მერობის კანდიდატები იმერეთის მუნიციპალიტეტებში. 12-დან 9 მუნიციპალიტეტში პარტიამ კანდიდატად მოქმედი მერი ან მერის მოვალეობის შემსრულებელი წარადგინა. 2 მუნიციპალიტეტში ბაღდადსა და ზესტაფონში მერობის კანდიდატებად წარდგენილნი არიან საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარეები. ერთ მუნიციპალიტეტში ტყიბულში კი ქართულმა ოცნებამ მერობის კანდიდატად დავით კუბლაშვილი წარადგინა, რომელიც პარტიული ორგანიზაციის თავმჯდომარე იყო. იმერეთში მოქმედ მერს ან მერის მოვალეობის შემსრულებელს წარმოადგენენ 12-დან 9 მუნიციპალიტეტში. ესენია: ქუთაისში დავით ერემეიშვილი, საჩხერეში ლევან ივანაშვილი, ჭიათურაში გივი მოდებაძე, ხარაგაულში კობალ ურსმანაშვილი, თერჯულაში მანუჩა რობაქიძე, მანში ალექსანდრე გოგორიშვილი, სამტრედიაში დავით ბახტაძე, ხონში ლადო ჯურხაძე, წყალდუბოში გენადი ბალანჩივაძე. ბაღდადში ჩვენი მერობის კანდიდატი იქნება ბაღდადის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძე, ზესტაფონში ასევე საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძე, ხოლო ტყიბულში დავით კუბლაშვილი, რომელიც წლების მანძილზე იყო ჩვენი პარტიული ორგანიზაციის თავმჯდომარე ტყიბულის მუნიციპალიტეტში. დარწმუნებული ვართ, რომ ყველა კანდიდატი, უკლებლივ ყველა კანდიდატი მოიგებს არჩევნებს შესაბამის მუნიციპალიტეტში. ჩვენი ამოცანა არის ცხადი, ეს არის 64 მუნიციპალიტეტში მთელი ქვეყნის მასშტაბით, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგება. კვლევებიც ადასტურებს იმას, რომ ეს არის აბსოლუტურად რეალური და რეალისტური ამოცანა. ბუნებრივია, ჩვენი საარჩევნო შტაბი პარტია იქნება თავიდან ბოლომდე მობილიზებული იმისათვის, რომ ამ შედეგს მივახციოთ. წარმატებებს უსურვებ კიდევ ერთხელ 63-ვე მერობის კანდიდატს.